ზარმაცი ხარ, შრომა არ გიყვარს, მოთმინების უნარი არ გაგაჩნია. უამრავი ასეთი ფრაზა მოგისმენიათ ალბათ, როგორც სხვების მიმართ, ასევე თქვენს მიმართ გაჟღერებული, ძირითადად ბავშვობაში ალბათ უფროსების მხრიდან, თუმცა შეიძლება დიდობაშიც. და ძალიან ბევრ ადამიანს თავის თავზეც კი უთქვამს, რომ აი მე ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, აი მე არაფერს გამგეთებელი მე არა ვარ. აი ხო გინახავთ ესეთი სიტუაციები და შეიძლება თქვენც იყოთ ესეთი, ვისაც თქვენს თავზე ეს გითხოვთ. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად წარუმატებლობა რაღაცნაირი ნორმა გახდა ამ საზოგადოებაში და ადამიანების უმეტესობა ფიქრობენ, რომ ახლა დიდი ამბავი. არა უშავს რა, ყველა ეგეთია და დიდი ნორმა ხვდებით, ნორმის ნაწილი თუ ხარ არა უშავს. ეს არის ამბავი, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა რა არის, იცით რომ სკოლების და უნივერსიტეტების აბსოლუტურად 100% ისეთია, სადაც იმას კი არ გასწავლიან, როგორ უნდა ისწავლო, არამედ ცდილობენ რაღაცეები დაგაზეპირებინონ. იმას კი არ გეუბნებიან, რომ შენი გონება როგორ მუშაობს, როგორ შეგიძლია ის გამოიყენო როგორც იარაღი სწავლისთვის, როგორ შეგიძლია იყო ეფექტური ამ სწავლის პროცესში, როგორ შეგიძლია რომ აიღო რაღაც კონკრეტული საკითხი, შეხედო მას კრიტიკულად, გაიაზრო ლოგიკურად და შემდეგ ეცადო აი ამ საკითხის მიხედვით ეს საკითხი შეუსაბამო რეალურ სამყაროს. ამას არავინ არ გასწავლის. რეალურად გასწავლიან რას? დაჯექი, წაიკითხე ბევრჯერ რაღაც, დაიზუთხე, დაიზეპირე. გამოდი, გადი გამოცდაზე რაღაცა 4 კითხვიან, ერთ კითხვას 4 სავარაუდო პასუხით შემოხაზე ერთ-ერთი. აი ამისთვის გვამზადებენ, რომ სწორი პასუხი შემოვხაზოთ. და ამაში მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე გაცილებით ძლიერია. სწორი პასუხის შემოხაზვაში მაგრად გვაჯობებს ყველაფერში. და თუ შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვინც რაღაც ესეთი რუტინული საქმით არის დაკავებული, ან შეიძლება რუტინული არ არის, მაგრამ მაინც სწორი პასუხის შემოხაზვაზეა მისი ასე ვთქვათ სამსახური და მისი სამუშაო და ხვალ ის სწორი პასუხი რამე AI-იმ რო შემოხაზოს ის სამსახურს დაკარგავს, ესეთი სამუშაო თუ გაქვს და ესეთი ნაკლებად კრეატიული საქმის კეთება გიწევს, ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდე მომავალში რა დაემართება შენს სამუშაოს. ახლა დღეს და ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით კამათებიდის ქართულ ინტერნეტ სივრცეში AI ჩაანაცვლებს თუ არა სხვადასხვა ტიპის პროფესიებს. და აი მიდის ხოცვაჟლე და მოკლედ კომენტარებში, მაგრამ თავარი პრობლემა სინამდვილეში აქ რაც არის ის, რომ ადამიანებს არ ესმით, რომ სინამდვილეში AI ძალიან ბევრ რაღაცას ჩაანაცვლებს, ისეთს, რომელიც რუტინულია, რომელიც აი შემოხაზვას 4 პასუხიდან 1 სწორის შემოხაზვას, რომელიც ასე ვთქვათ, როგორი სამუშაო სჭირდება, როგორი რა ინტელექტი სჭირდება, რა ძალისხმევა სჭირდება. ასეთ სამუშაოებს ოკეი, რა თქმა უნდა, ჩაანაცვლებს, რა პრობლემა არის. პირიქით, მაგრამ ეს კი არ უნდა იყოს სამწუხაროს ამბავი. პირიქით ეს გასახარებელია, იმიტომ რომ რეალურად შავ სამუშაოს ანაცვლებს. და იმ შავი სამუშაოს ჩანაცვლების ხარჯზე ძალიან ბევრ ახალ კრეატიულ სამუშაოს აჩენს. რატომ? თვითონ AI კი არ აჩენს რაიმეს ანაცვლებს ანაჩენს, არა. AI-ის დახმარებით თუ შენ შავი სამუშაო გაკლდება, მაშინ რეალურად იმის სივრცე ჩნდება ადამიანის გონებაში და იმის დრო და იმის რესურსები ჩნდება, რომ რაღაც ახალი მოიფიქროს, რაღაცა კრეატიული ახალი შედეგი დადოს. ამის სივრცეს აჩენს სინამდვილეში ნებისმიერი AI და თავარი პრობლემა სინამდვილეში ჩვენ რაც გვაქვს ადამიანების უმეტესობას ხშირ შემთხვევაში რაც გვაქვს არის ის, რომ ჩვენ გვგონია, რომ რაზეც მიჩვეული ვართ ახლა,
რაღაც სტანდარტულ პროფესიებზე, სტანდარტულ 10-დან 6-მდე სამსახურებზე და ასე შემდეგ, ჩვენ გონია რომ თუ ესეთი სტანდარტული, ასე ვთქვათ, სამუშაოები გაქრა, მაშინ მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, აღარ გვექნება სამსახური, აღარ გვექნება სამუშაო. რაც არასწორია. უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია სინამდვილეში, რომ ახალი გაცილებით საინტერესო და კრეატიული რაღაცების სწავლა დაგვჭირდება. და სწავლა არის მთავარი. მთავარი არის უნდა იცოდე როგორ ისწავლო და თუ იცი როგორ ისწავლო, ანუ თუ იცი როგორ ისწავლო ნებისმიერი რამ, ამ შემთხვევაში არც AI ჩაგანაცვლებს, AI იქნება შენთვის იარაღი, კომპანიონი, მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცაში დაგეხმარება. შესაბამისად, არავითარი საშიშროება არ გექნება ადამიანს, რომ რაღაცა ასეთ რაღაცებზე იფიქრო. რა ვიცი, დღეს რაღაც საქმის კეთება მომწონს, ვაკეთებ, თუ ეს საქმე დიდწილად შავი საქმისგან შედგება და რაღაცა 30%-ია ის, რაც ძალიან მომწონს და 70% შავი საქმეა, აი იმ 70% შავ საქმეს თუ მომაცილებს, 30% სასიამოვნო საქმეს დამიტოვებს, რა, მე გამიხარდება. მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი იმ 70%-ში შავ საქმეში ხო მიხდიდნენ ფულს და ხო აღარ გადამიხდიან. კი, მაგრამ ის რომელიც ქსიამოვნებს იმ საქმისთვის და კიდევ სხვა საქმეებისთვის, რომლებიც ქსიამოვნებს, უფრო მეტი დრო გრჩება იმისთვის, რომ მე უფრო მეტი ისწავლო, უფრო მეტი გააკეთო და საჭიროება გიჩნდება, რომ უფრო მეტი იქნა, ანუ რადგან იმაში მეც აღარ გადაგიხდიან, ამიტომ მოგიწევს, რომ რაღაც ახალიც ისწავლო, უფრო მეტად კრეატიული, უფრო მეტად სასარგებლო, უფრო მეტად ღირებული, ვიდრე AI-ს შეუძლია რომ გააკეთოს. ბევრი იმასაც ამბობს, რომ რეალურად ამ AI-ს შეიძლება ჩაანაცვლოს ყველა ინტელექტუალური საქმიანობა. რაც არასწორია, რადგან ინტელექტუალური საქმიანობა მხოლოდ რაღაცა სწორი და არასწორი პასუხების მოძებნა რაღაც კონკრეტულ ტესტებში მარტო ეგ არ არის. ან თუნდაც მარტო რაღაც კოდის გენერირება, ან მარტო სურათების გენერირება არ არის. ეს ყველაფერი შავი სამუშაო იყო, ანუ ინტელექტუალური, მაგრამ შავი სამუშაო. კი, შეიძლება ვიღაცები ფიზიკურად არ მუშაობდნენ იმისთვის, რომ სურათები შეექმნათ, მაგალითად დიზაინერები, ან პროგრამისტები ფიზიკურად არ აგურებს არ წევდნენ იმისთვის, რომ რაღაცა პროგრამა შეექმნათ, ხო? კლავიატურაზე უკაკუნებდნენ, მაგრამ და ეხლაც უკაკუნებენ, მაგრამ მაინც შავი სამუშაოა, ანუ ამ პროგრამირების მაგალითად პროფესიაში 70-80% არის რაღაც სხვა საქმე, რომელიც მოთხოვნების ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, ლოგიკურ აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებას, უამრავ რაღაცას მოითხოვს, რომ იქამდე მიხვიდე, რომ ჩამოაყალიბო რეალურად ამოცანა, ის ამოცანა, რომელიც მერე უკვე როგორც პროგრამისტმა უნდა ადგედა კოდის წერით გადაჭრა. ის რაღაც 20-30% შეიძლება და ყოფილიყო კოდის წერა მთელ ტექნოლოგიურ პროექტში, ასე ვთქვათ რა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს კოდის წერა საკმაოდ კომპლექსური, შავი, მაგრამ კომპლექსური სამუშაო იყო და ინტელექტუალურად ძალიან დატვირთული და არის დღემდე. აქედან გამომდინარე, პროგრამისტების ანაზღაურება ყოველთვის ძალიან მაღალი იყო და არის. პროგრამისტების საქმიანობაშიც ძალიან დიდი ნაწილი აი ამ შავი სამუშაოსი განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ისეთ ეტაპზე, როდესაც რაღაცა ახალ პროდუქტს, ახალ პროექტს ქმნი და გინდა რომ გატესტო. პროტოტიპი გინდა რომ შექმნა, იმუშავებს თუ არა ნახო და ასე შემდეგ. აი ამ დონეზე ძალიან ბევრი შავი სამუშაო კოდის წერის ნაწილში დღეს უკვე ჩაანაცვლა AI-მ. და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, ყოველდღიურად მხოლოდ AI-ს გამოყენებით ვწერთ კოდს. მაგრამ რეალურად, როდესაც შენ გინდა რომ რაღაც შემდეგ ეტაპზე გადახვიდე, რაღაც სერიოზული გააკეთო, ხო? პირველ რიგში სანამ შემდეგ ეტაპზე გადახვალ, ისიც უნდა იცოდე, ის რაღაცა 70-80%, რომელიც პროგრამირება არის, მაგრამ არა კოდის წერა, არამედ სხვა საქმეა, აი ისიც უნდა იცოდე. იმისთვის რომ მე AI-სთან შეძლო სწორი კომუნიკაცია, რომ სწორი კოდი დაგიგენერიროს, თუნდაც საწყის ეტაპზე.
საწყის ეტაპზე რაღაცამდე ძალიან მცირე დოზით პატარ-პატარა სტანდარტულ დავალებებს კარგად გიკეთებს, რაღაცას როგორც კი აცდება კომპლექსურობა და რაღაცას როგორც კი აცდება ამოცანის სიდიდე, მაშინვე პრობლემაა. დროთა განმავლობაში ეს გასწორდება, დროთა განმავლობაში ეს გაუმჯობესდება? რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც უკეთესი გახდება, მაგრამ არასოდეს არ იქნება ის, რომ შენ არ დაგჭირდეს ამოცანის სწორად ჩამოყალიბება, არ დაგჭირდეს კრეატიულობის რაღაც ნაწილი იმ ამბავში, რომ შენ რაღაცა კონკრეტული პრობლემა დაინახო რეალურ სამყაროში და ამ კონკრეტულ პრობლემას თუნდაც AI-ის დახმარებით, მაგრამ უპოვო გადაწყვეტა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რაღაცა სიმბიოზურ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეთ AI-სთან ურთიერთობისას და ხო, აი ამ ყველაფერში ერთადერთი მთავარი უნარი, მაინც ძალიან შორს რო არ წავიდე მოკლედ AI-ის ამბებში. ამ ყველაფერში მაინც ერთადერთი მთავარი უნარი არის სწავლა. ანუ სწავლის უნარი. შენ თუ შეგიძლია რომ რაღაც ახალი ისწავლო და შემდეგ ის რეალურ სამყაროში გამოიყენო, ეს არის მთავარი უნარი. შესაბამისად, ჩემთან ის სტუდენტები, რომლებიც ჩემთან მოდიან პროგრამირების სასწავლად, ხშირად აწყდებიან ესეთ პრობლემას, რომ უბრალოდ არ იციან როგორ ისწავლონ და იმის მაგივრად, რომ მათმე პროგრამირება ვასწავლო, მიწევს მათთვის იმის ახსნა, თუ რა ტექნიკები უნდა გამოიყენონ, რა ტიპის დისციპლინა არის ასათვისებელი, ყოველდღიურად რა უნდა გააკეთონ, რა რიტუალები უნდა ჰქონდეთ თავიანთ ცხოვრებაში, როგორ უნდა გადაიტანონ ჩვევაში რაღაც კონკრეტული ქმედებები, როგორ უნდა მოახერხონ ის, რომ კი არ დაიზეპირონ, არამედ გაიაზრონ, აი ამ როგორ უნდა განევითარონ თავიანთ გონებაში ის კონკრეტული აზროვნების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რაღაც როდესაც არ იცი, აი ამ რაღაცის აღმოსაჩენად რა ბილიკს გადიხარ და ამ რაღაცის სასწავლად რა ბილიკს გადიხარ, აი ეს აზროვნების ეს კუნთი უნდა განგივითარდეს, რომელიც აი ამ ბილიკს ყოველთვის, ანუ ამ უცნობის აღმოსაჩენ ბილიკს გაგატარებს. ყოველ ჯერზე, ანუ პროგრამისტის მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ კოდი წეროს, პროგრამისტის მთავარი ამოცანა არის, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაცას გავალებენ, შენ არ იცი როგორ უნდა გააკეთო ეს რაღაცა, რაც არ უნდა გამოცდილი პროგრამისტი იყო. უმეტეს შემთხვევაში არ იცი როგორ კეთდება ეს რაღაც, ან ნახევრად იცი და ნახევრად არ იცი და მუდმივად არის კვლევის და რისერჩის და რაღაცების გარკვევის პროცესი. და აი ამ გარკვევის პროცესს ეჩვევი პროგრამირების სწავლის პროცესში და მე ყოველთვის ჩემს სტუდენტებთან ვცდილობ იმას, რომ აი ეს დავანახო ადამიანებს, ეს ვაჩვენო, რა არის, როგორ უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ პროგრამირების კარიერაში პირველი ნაბიჯი გადადგან. მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი, რეალურად ჩემთან როდესაც მოდის ადამიანი, როდესაც მე როგორც მაგალითად მენტორს ჩემ რესურსს ქირავობს, ხო? ამ დროს თუ ეს ყველაფერი უკვე არ იცის, თუ არ იცის როგორ უნდა ისწავლოს, მაშინ ძალიან დიდ რისკზე მიდის, იმიტომ რომ ფული რომელსაც მე გადამიხდის, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გადაყრილია, ან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შედარებით, ასე ვთქვათ, ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე რეალურად მას რომ წინასწარ ცოდნოდა როგორ უნდა ისწავლოს. ანუ თუ ისეთი სტუდენტი მოდის ჩემთან, ვინც წინასწარ იცის როგორ უნდა ისწავლოს და სწავლის პრობლემა თუ არა აქვს, ხო? და ისე გაუმართლა, რომ ან მშობელი ყავდა, ვინმე ან კარგი მასწავლებელი ყავდა, ან მოკლედ რაღაცნაირად გაუმართლა რა. და იცის როგორ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე ეფექტურად, ხო? ასეთი სტუდენტი ჩემთან ხარჯავს გაცილებით ნაკლებ დროს და ფულს და გაცილებით სწრაფად აღწევს წარმატებას, ვიდრე ის სტუდენტი, რომელიც ჩემთან მოდის პროგრამირების სასწავლად, მაგრამ არ იცის როგორ უნდა ისწავლოს. ანუ ესეთ სტუდენტს უკვე უწევს ჯერ ისწავლოს, როგორ ისწავლოს. ანუ ჯერ ცხვირი უნდა წაიტეხოს. შემდეგ ვინც ცხვირს წაიკეტეხავს, აქედან 90% ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია და არ აქვს იმის საკმარისი ინტელექტი, რომ პროგრამირება ისწავლოს, აი ასეთ დასკვნას აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ ვუხსნი, რომ ეს ასე არ არის და იმის მიუხედავად ვუხსნი, რომ რეალურად მათი პრობლემა ის კი არ არის, რომ პროგრამირების სწავლა არ შეუძლიათ. არამედ მათი პრობლემა არის ის, რომ
სამუშაო ეთიკა, მოთმინება, ყოველდღიური საკუთარ თავზე მუშაობის უნარი არ აქვს. ეს არის შენი პრობლემა ხშირ შემთხვევაში ეს იქნება დააკვირდი. ნებისმიერ რამეს როცა სწავლობ. აი წარმოიდგინე ძალიან მარტივად დაგიმტკიცებ, რომ პროგრამირების სწავლა სულთან ინტელექტუალურად შეგიძლია და ამის უნარი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს. ეს საერთოდ პრობლემა არ არის და რა ეს ტექნიკური ტვინი უნდა ეს სისულელია ეს ყველაფერი შეგიძლია სწავლა და რას გულისხმობ ნახე. მე მაქვს ძალიან ბევრი უფასო კურსი, უფასო გაკვეთილები მაქვს YouTube-ზეც მაქვს ჩვენს ვებგვერდზე რო შეხვიდე bitcamp.gz-ზე რომელიც აქაც ამონათდება ამ ვიდეოს განმავლობაში ხშირად. მანდაც რო შეხვიდე, მანდაც ნახავ რომ Python-ის პროგრამირების კურსი მაგალითად ან SQL-ის კურსი შეგიძლია აიღო და შეხედო უყურო ვიდეოს და აი უბრალოდ გპირდები, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებ, როდესაც ვიდეოს უყურებ, ვიდეო გაკვეთილს. აი უყურებ ჩართავ და მიხვდები რომ ვა თურმე შენ შეგძლებია და გაიგე. მაგრამ ნახე ეს რას ამტკიცებს იცი რომ ეს ამტკიცებს რომ შენ იმის ინტელექტუალური უნარი გაქვს რომ რაღაც საკითხი თუნდაც კომპლექსური თუ არა კომპლექსური ტექნოლოგიების სფეროში რაღაც საკითხი გაიგო და გაიაზრო. ოღონდ ეს გიმტკიცებს რომ შენ ამის უნარი გაქვს. ეს არ გიმტკიცებს იმას რომ ერთხელ რო უყურე ამის გამო შენ უკვე ეს საკითხი იცი. ანუ ეს ცოდნაში და გამოცდილებაში არ გადადის ერთი ყურებით. მხოლოდ იმის გარკვევა შეგიძლია ამით, აი ერთი რაღაც კონკრეტული ვიდეო გაკვეთილის ყურებით, შეგიძლია მხოლოდ ის გაარკვიო, რომ შენ ხარ თუ არა მზად ინტელექტუალურად, რომ ის რაღაცა, რასაც მე ვხსნი, ის რაღაცა პროგრამირებაში იქნება ეს მონაცემთა ბაზებში თუ ვებ ტექნოლოგიებში, ეს რაღაცა მართლა გაიგო და გაიაზრო. ამისთვის ხარ მზად? თუ ამისთვის მზად ხარ, ამის გარკვევა მარტივია. უყურებ, გაიგებ, ოკეი. მერე მოდის შემდეგი ნაბიჯი. ანუ სწავლის პროცესში პირველი არის გაგება და მერე მოდის შემდეგი ნაბიჯი. კარგი მასწავლებელი, კარგი ლექტორი ის არის, ვინც მარტივად აგიხსნის ძალიან კომპლექსურ საკითხს და დაგანახებს, რომ შენც შეგიძლია რომ ისწავლო. და ამით ასე ვთქვათ გაგიჩენს იმის ინტრიგას, მოტივაციას, ინსპირაციას შეგძენს, რწმენას გაგიჩენს საკუთარი თავის, რომ შენც შეგიძლია ისწავლო. კარგი გაკვეთილის ჩატარების ერთადერთი ამოცანა და კარგი მასწავლებლის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ დაგანახოს, რომ შენც შეგიძლია. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი მოდის ამას. ასევე იგივე მასწავლებელმა უნდა გასწავლოს, როგორ უნდა მოახერხო, რომ ისწავლო ის საკითხი, რომელიც წეღან უყურე, გაიგე, ახსნილი, მოგეწონა ყველაფერი, მაგრამ ახლა უნდა გასწავლოს, როგორ ისწავლო. ეს როგორც წესი, რაც ადრეულ ასაკში ისწავლება, მით უკეთესი და მით უფრო წარმატებული ადამიანი, მაგრამ დღეს თუ დასრული ხარ და სამსახური გაქვს და მაგრამ ამის მიუხედავად ყოფილო ხარ შენი ცხოვრებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის, რომ არ იცი როგორ ისწავლო ახალი რაღაცეები. თავს სულელად არ თვლი, მაგრამ უყურებ ვიდეოებს, რაღაც კურსებს დასწრები ხარ, გესმის რაღაცა, მაგრამ შენით ვერ აკეთებ. თავარი პრობლემა ეს არის და აი ეს უნდა გასწავლოს ნებისმიერ მასწავლებელმა უნდა გასწავლოს ის, რომ შენს გონებაში რა ხდება, როცა ფოკუსირებულად რაღაცაზე მუშაობ. მერე როცა რამდენი ხანი უნდა იმუშაო ფოკუსირებულად რაღაცაზე და რაზე მეტი აღარ უნდა იმუშაო. რამდენი წუთის მერე უნდა დაანებო თავი და წახვიდე და დაისვენო. დროის მენეჯმენტი ზოგადად როგორ გააკეთო, დღეში რამდენი ხანი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. რა რესურსები უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯები გაგიადვილდეს, პირველი ნაბიჯების გადადგმა. პირველად თუ ადგები და ეგრევე პროგრამირების სწავლისას აიღებ და რაღაცა დიდ ალგორითმების წიგნს, აი ამ წიგნს თუ აიღებ და დაიჭერ, აუ მწვანეა და ჩემი მასში კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ მწვანე ეკრანზე ვარ, მაგრამ მიხვდებით რა წიგნია, აი ამ ხელა წიგნია, უზარმაზარი წიგნია, ხო? აი ამ წიგნს თუ აიღებ, Cracking the Coding Interview ჰქვია და იტყვი რომ ეს წიგნია ხო, გადავშალო და პროგრამირებას ვისწავლე, მართლა კარგი წიგნია, ხი, ობიექტურად კარგი წიგნია, ბესტსელერია, ბევრჯერ და რაღაცა და კარგ კომპანიაში თუ გინდა რომ მუშაობა დაიწყო, პროგრამირებას რო ისწავლე, აქ უნდა ჩაიხედო და ეს წიგნი მოკლედ უნდა დაამუშაო. ინტერვიუზე ბევრ რაღაცებს აქედან გეკითხებიან რა. რამდენი გვერდია, იცი? არის 696, 700 გვერდამდეა. აუ,
უზარმაზარი წიგნია და ძირითადად არის სულ ალგორითმები და სხვა ტიპის კოდის გარჩევა. შინაარსობრივადაც და ლოგიკურადაც და ყველანაირად რა. და რას უნდა ელოდეს სხვადასხვა კომპანიებში ინტერვიუების დროს ის არის ამ წიგნში. ეს წიგნი რო აიღო და რო თქვა რომ მე ახლა პროგრამირებას ვისწავლიო, უბრალოდ გაგიჟდები, რავი, დაიგლეჯ თემებს და გაიქცევი. ანუ იმდენად კომპლექსური, ანუ დამწყებისთვის, ეხლა ვინც დაიწყო იმისთვის, იმდენად კომპლექსური შეიძლება აღმოჩნდეს მოეჩვენოს ადამიანს, რომ გაგიჟდეს. ამიტომ კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც ამ წიგნს გაძლევს და გეუბნება, რომ ესაო, რა ქვია, მიდი ძმაო ისწავლე და თუ არ შეგიძლია სწავლა, ესე იგი ბანძი ხარ. ეგ კი არ არის კარგი მასწავლებელი. კარგი მასწავლებელი არის ის, რომ ჯერ მოგცემს ადაპტირებულ ვერსიას, რაღაც მარტივად გასაგებ ვერსიას, ანუ მარტივად აღსაქმელ ცოტას და ნელ-ნელა შეგაპარებს. და ამ შეპარების პროცესში გასწავლის როგორ უნდა ისწავლოს სინამდვილეში. აი ხრიკებს, ტექნიკებს, ყველაფერს გასწავლის და ამ გამოცდილებას გამოგიმუშავებს. შენ ამ ბილიკის გავლის კუნთს გამოგიმუშავებს. და მე უკვე როცა ამას მოახერხებ, რომ ეს იცოდე, ხო? და იცი როგორ უნდა ისწავლო, მე გაცილებით დიდი მე უკვე შენზეა დამოკიდებული რა, ანუ მე ის პრობლემა აღარ გაქვს, ანუ თავდაჯერების და საკუთარი თავის რწმენის პრობლემა აღარ გაქვს საერთოდ, რომ იცი რომ აი ესეთი რაღაცა სასრული, ფიქსირებული რაღაცა ხრიკები და მომენტები არსებობს და მიდგომები არსებობს სწავლისთვის, რომელიც ახლა არ იცი, მაგრამ ამ ვიდეოს ბოლომდე თუ უყურებ, გეცოდინება როგორ უნდა აითვისო ეს ყველაფერი. ამ მომენტში შენ თუ აღმოაჩენ რომ აითვისე ეს ყველაფერი, ანუ ისწავლე როგორ ისწავლო, მე ნებისმიერ რამეა, ეს წიგნი იქნება თუ პროგრამირება იქნება თუ დიზაინი იქნება თუ ტესტინგი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს. ნებისმიერ რამეს ისწავლე უპრობლემოდ. არანაირი პრობლემა არ იქნება იმის რომ შენ რაღაცა ვერ ისწავლო და შენ რომ ეს თავდაჯერება გაგიჩნდება რომ ვა მე მაქვს ისეთი იარაღი უკვე ჩემს გონებაში რომ ნებისმიერი რამის სწავლა შემიძლია. აი ეს იარაღი რო გექნება. აი ეს ხო წარმოგიდგენია რამხელა რწმენას შეგძენს, რამხელა ინსპირაციას შეგძენს, რამხელა мотивაციას გაგიჩენს. ანუ რომ ხშირად ამბობენ რომ ზარმაცი ვარ, არ შემიძლია мотивაცია. ანუ ხო ხდები ეს ყველაფერი სიზარმაცე რაღაცები რითია გამოწვეული რომ საკუთარი თავის არ გჯერა. და თუ ესეთი იარაღი გექნება ხელში, რომელიც გასწავლის როგორ უნდა ისწავლო, რომელიც კი არ გასწავლის რომ უკვე იცი როგორ უნდა ისწავლო. აი ეს იარაღი თუ გექნება ხელში. ამ შემთხვევაში ხო წარმოგიდგენია რამხელა შედეგზე შეიძლება გახვიდე, იმიტომ რომ мотивაციის პრობლემა ჩათვალე რომ აღარ გაქვს. იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა დაგიბრუნდა. იცი როგორ უნდა ისწავლო და თუ იცი როგორ უნდა ისწავლო, კაცო დაждები და ისწავლი რა პრობლემაა, ხო? ამიტომ გადავწყვიტე რომ იმის მაგივრად რომ ჩემს მომავალ სტუდენტებს შევთავაზო რაღაც ჩემი თუნდაც ძვირადღირებული სამენტორო პროგრამები, სადაც პროგრამირებას ვასწავლი და როცა მოდიან ამ ძვირფასის გადახდა სინამდვილეში ხშირად უწევთ იმაში რომ სწავლა არ იციან როგორ ისწავლონ და ამიტომ ჯერ სწავლობენ როგორ ისწავლონ და მერე სწავლობენ პროგრამირებას და ამას ახერხებს 10%, იმიტომ რომ 90% როგორც კი მიხვდება რომ არ იცის როგორ უნდა ისწავლოს, ხო? мотивация უარდება და მიდის. და ის 10% აგრძელებს მერე წარმატებით, ვინც აი ამ რაღაცა ემოციურ მომენტს გაუძლო, რომ რაღაცა არ იცის, მაგრამ ოკეი, დამიჯერა და გადავალახინე, ესეთი ცოტაა რა, ცოტა ახერხებს ამას. ამიტომ სანამ ზოგადად ასეთ რაღაც ფინანსურადაც და დროის თვალსაზრისითაც დიდი კონტრიბუციის გაღება მოგიწევს, მანამდე გაძლევ შესაძლებლობას, რომ დაესწრო ჩემს ტრენინგს. ისწავლე, როგორ ისწავლო. ესეთი ტრენინგი მაქვს, რომელზე მოხვედრაც ძალიან დაბალი ფასი ღირს, 170 ლარი ღირს და ამაზე არ დასწრების ფასი არის, რომ შეიძლება 1000-ობით ლარი გადაიხადო რაღაც კურსში, რაღაც თუნდაც ჩემთან მენტორობაში, თუნდაც რაღაცა სხვაგან რომელიმე კურსში, ისე
რომ ის კურსი, იმ კურსის ინსტრუქტორი შეიძლება იმ კურსის მასალას შეიძლება ძალიან კარგად გიხსნიდეს, მაგრამ იმას არ გასწავლის, როგორ უნდა ისწავლო. ხო და თუ არ დაესწრები ასეთ ტრენინგს, სადაც გასწავლიან როგორ ისწავლო, ხო? მაშინ ეგ პრობლემა გაქვს. თუ არ იცი როგორ ისწავლო. თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, რომ იცი როგორ ისწავლო, მაშინ ოკეი, არ არის პრობლემა, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ჩემი სამენტოროც აიღო და მოგემსახურები და ეფექტურად გააგრძელებ სწავლას, მაგრამ თუ ჯერ არ იცი როგორ უნდა ისწავლო, მაშინ როგორი ტრენინგი გავაკეთე, იცი რომ? აი, პირველ რიგში აი ამ თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევების შედეგებს გაჩვენებ, როგორ მუშაობს შენი გონება, როგორ უნდა დაფოკუსირდე რაღაცაზე, როგორ უნდა პირიქით ანუ დეფოკუსიზაცია გააკეთო, არ ვიცი ქართულად როგორ უნდა ვქვა და სხვა რამეზე გადაერთო და როცა სხვა რამეზე გადაერთობი, როგორ აგრძელებს შენი გონება შენგან დამოუკიდებლად მუშაობას იმაზე, რაზეც ფოკუსირებული აქამდე იყავი. ასევე რა ინტერვალებით უნდა იმუშაო, რა ინტერვალებით უნდა შეისვენო, ზოგადად რა უნდა იცოდე იმაზე, რომ რაღაცა კონკრეტული როცა რაღაც კონკრეტულზე ფოკუსირებული ხარ და რაღაც არ გესმის, მერე როგორ უნდა მოახერხო შენი გონება გადართო სხვა მოუდზე და ამუშაო სხვა მოუდით, სხვა რეჟიმით, ისე რომ შენგან დამოუკიდებლად ცოტა ხანში რომ დაუბრუნდები ის, რასაც არაც არ გესმოდა, ცოტა ხანში აღმოჩენ, რომ ფაქტობრივად ესე აგენთება თავში, რომ ვა, ეს ვიცი, აი ეს ანთების მომენტები როგორ უნდა აღმოაჩინო ამ ჩემ 5 დღიან ტრენინგში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და შაბათობით საღამოს 8 საათზე გაიმართება ხოლმე. ამ ჩემ 5 დღიან ტრენინგში პირველი ნაწილი, პირველი თავი, პირველი დღე ფაქტობრივად მთლიანად ეთმობა აი ამ საკითხების განხილვას თუ ისწავლო როგორ უნდა ისწავლო. მე როგორც გითხარი, სწორი რესურსებია მნიშვნელოვანი. პროგრამირების სწავლა გინდა, AI-ის სწავლა გინდა, ტესტირების სწავლა გინდა, არ ვიცი, ნებისმიერი რამე. ამ მიმართულებებით რა back-end-ი, front-end-ი, full stack-ი, mobile development-ი, რაც არ უნდა იყოს, ამ მიმართულებებით სად უნდა ნახოთ რესურსები, რომელი რესურსები არის ის, რაც აუცილებელია რომ ისწავლოთ და რომელი კურსებია ისეთი, რომელიც უფასოა, მაგრამ ნებისმიერ ფასიანს როს ჯობს. ეგეთი კურსები რომლებია, აი ჩათვალეთ, რომ აი ამ პირველი დღე ხო ის არის, რომ ისწავლე როგორ ისწავლო ნეირონულ ნაწილში და ნეირომეცნიერების ნაწილში გასწავლეთ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე ნაწილი ამ ყველაფრის არის ის, რომ აი ამ რესურსების უდიდეს ბიბლიოთეკაზე მოგცემთ წვდომას და ამასთან ერთად მოგცემთ საშუალებას, რომ რაღაც ამ ბიბლიოთეკაში კი არ დაიკარგოთ, ბილიკებს მოგცემთ, რომ აი შენ თუ გინდა რომ მაგალითად გახდე AI ინჟინერი, ამ შემთხვევაში უნდა ისწავლო ჯერ ეს ამ რესურსით და ამ რესურსით. ამ ნაბიჯებს მიყვე, რომ არ გაგიჭირდეს სწავლა. აი ამას მოკლედ მოგცემთ ამ ტრენინგის განმავლობაში, შემდეგ უკვე ვნახავთ ზოგადად პროგრამირების ამბავში, საკუთარ თავს გამოცდით პროგრამირებაში შემდეგ ტრენინგის შემდეგ დღეებში. გამოცდით AI-სთან ურთიერთობაში საკუთარ თავს. და საბოლოოდ ბოლო შეხვედრაზე უკვე დავამთავრებთ იმით, რომ ამ ყველაფერს შევაჯამებთ და გექნებათ საფუძველი იმისა, რომ რეალურად აი ამ ტექნოლოგიების სფეროში პირველი ნაბიჯი გაცილებით თავდაჯერებულად, გაცილებით გარკვეულად, ინფორმირებულად გადადგათ. აქედან ზოგი თქვენგანი მე აღმოაჩენს, რომ მე მგონი ჭირდება ოთოს დახმარება როგორც მენტორის, რომ პროგრამირება მასწავლოს. ან აღმოაჩენთ, რომ რადგან ეს ყველაფერი ვიცი, ვისწავლე როგორ ვისწავლო, მაქვს რესურსები, რომელიდანაც უნდა ვისწავლო, დავждები ჩემით და ჩემით გავაკეთებ და ანუ რად მინდა საერთოდ არაფერი არ მინდა, კომპიუტერი მინდა და უბრალოდ ყოველდღე დავждე და რამდენიმე საათი საკუთარ თავს დავუთმო. და აი ამ ყველაფრის გააზრების საშუალება გაგიჩნდებათ. ის კი არ იქნება, რომ ბრმად სადღაც მიხვიდეთ და რაღაც გაკეთოთ, არამედ პირდაპირ გაგიჩნდებათ იმის საშუალება, რომ რეალურად რაღაცა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. ერთთვიანი ტრენინგის ფარგლებში ჩავატევთ ამ ყველაფერს. ხო, ეს იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა და შემომეთავაზებინა თქვენთვის. თუ გინდა რომ ამ ერთთვიან ტრენინგზე, რომელზე არ მოხვედრის ფასით არის ბევრი 1000 ლარი და რომელზე მოხვედრის ფასით არის მხოლოდ 170 ლარი, აი ამ ტრენინგზე თუ გინდა რომ მოხვდე, უბრალოდ დაპლიუსდი ამ პოსტის კომენტარებში და გააზიარე ეს ვიდეო. სულ ეს არის რომ გააკეთო, დაგიჯავშნი
ადგილს, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოასწრო, იმიტომ რომ მხოლოდ შაბათამდეა ეს შემოთავაზება, უკვე შაბათს დავიწყებთ უკვე პირველ, ასე ვთქვათ, ტრენინგს ჩავატარებთ შაბათს, ტრენინგის პირველ სესია შაბათს გვექნება და ამიტომ შემოვერთდი მოკლედ რაც შეიძლება სწრაფად. всё, ეგ არის. დააკომენტარე, გააზიარე და უკვე პირადში გავაგრძელებთ დაჯავშნის პროცესს. აბა დროებით და შევხვდებით შაბათს.